გამარჯობა მეგობრებო, მიმდინარე წლის პირველი ვიდეო იქნება საკმაოდ საინტერესო. მივდივართ ალი ასლანთან, რომელიც ფერეიდნელი ქართველი არის, საქართველოს ფუტზალის ნაკრებში არის გამოძახებული და ევროპის ჩემპიონატის ბრწყინვალე შეხვედრები ჩაატარა. ეს ვიდეო იქნება განსხვავებული ფორმატით, პირდაპირ ინტერვიუ შემოგთავაზებთ ჩემი ასე ვთქვათ მონოლოგის დასრულების შემდეგ. მე მოგიწოდეთ უბრალოდ არხი გამოიწეროთ, ზალისღრილები გააქტიუროთ და დაგვეხმაროთ განვითარებაში. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ეროვნული ნაკრებისთვის თამაში. ფერეიდნელი ქართველი ვარ და მიყვარს ქართველები და რა თქმა უნდა საქართველო. ჩემთვის ძალიან დიდს ნიშნავს საქართველოსთვის თამაში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის თამაში და ვამაყობ. თავიდან სხვა სპორტში ვიყავი, ჭიდაობდი, მაგრამ მე ნელ-ნელა დავიწყე ფუტზალი სკოლის ჩემპიონატიდან წამიყვანეს უმაღლესი ლიგის გუნდში. ძალიან კარგი მომენტი იყო ჩემთვის და ესეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ვითამაშო ფუტზალი დარბაზის ფეხბურთი. ოჯახი, მამა ჩემი და დედა ჩემი მithეს შეგიძლია გააგრძელო, ჩვენ ვფიქრობ, რომ კარგად თამაშობ. მაგრამ უფრო უნდათ, რომ გავხდე ადვოკატი ან პროფესიონალი ფეხბურთელი არა, მაგრამ ესე უნდათ, რომ ვითამაშო ფუტზალი. ფერეიდანი ჩვენთვის არის ყველაფერი. 400 წელია ენა შევინარჩუნეთ. ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ ქართველები. იქ საქართველოს სიყვარულით გავიზარდეთ. ესეთი ხალხი ცხოვრობს იქ. ქართული გენეტიკა არის ეს. არ უნდათ, რომ ვინმე ქართულად ილაპარაკოს ირანში თავიდანაც. დაიწყეს მერე რაღაცები, ჯერ წაშალეს გვარები, შეცვალეს გვარები, მერე უნდათ, რომ ყველამ ილაპარაკოს ირანული ან სპარსული. მაგრამ ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ ენა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ქართველები ვართ და ქართველი კაცი უნდა ილაპარაკოს ქართულად. ქართველები ვიყავით და ქართველების ვიქნებით. თავიდან ძალიან ნერვიულობდი. ჩემი მეორე ოფიციალური თამაში იყო ეს. არ ვიყავი გამოცდილი ფეხბურთელი, ძალიან ნერვიულობდი და მე დამეხმარეს ჩვენი ბიჭები, ნაკრების წევრები და მე ნელ-ნელა უფრო დავამუყამე როგორც ვთქვათ თამაში. თან დიდ დონეზე თამაში ცოტა სხვანაირად არის, ანუ დიდ ტურნირზე თამაში. ევრო ან მსოფლიო ჩემპიონატი სხვა სიტუაცია არის. მაგრამ მიხარია, რომ დარბაზში იყვნენ ქართველები, სადაც მიდივართ, ქართველები არიან დარბაზში და საქართველოს დროშით რო არიან, ჩვენთვის ძალიან დიდი мотивация არის. ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება მოთამაშე არის ახლა ტექნიკური, ძალიან მაგარი, მაგრამ ფსიქოლოგიის გარეშე ვერ ითამაშებს. ჯერ უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ გამოიყენოს მისი პლუსები. ანუ პენალტი ისე არ არის, ახლა ვერავინ ვერ იცახის, რომ ვიცოდი სადაც ურტყავდა, ვიცი სად ურტყავენ. პენალტი მაინც 80-20-ია. ძალიან რთული მომენტია, ადვილი არ არის და მე ახლა გულში ვცნობდი რაღაცა, რომ შეიძლება დაარტყას მარცხენა მხარეს. ანუ შუაში დაარტყა, მაგრამ მაინც ახლოს ვიყავი. ძალიან რთულ ჯგუფში მოვხდით ჩვენ. ლატვია იყო, მასპინძელი, საფრანგეთი და ხორვატია. საფრანგეთი და ხორვატია ბოლო 4 გუნდში არიან. ძალიან მაგარი გუნდია ხორვატია და საფრანგეთიც. კიდე ძალიან ტოპ დონეზე თამაშობენ. ბარსას მოთამაშეები ყავთ გუნდში. არ იყო ადვილი ეს ჯგუფი, ალბათ დამეთანხმებით. მაგრამ
მაინც ჩვენ პირველ თამაშზე ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები, რამდენი მომენტი ქონდა. 10 მომენტი ვერ გამოვიყენეთ. 10 შეტევა იყო, ალბათ თამაში მორჩებოდა 10-4. ეს ეგრეა თამაში. უნდა გამოიყენო შენი შანსები. ნებისმიერი სპორტში, ნებისმიერი სპორტზე რო არიან, მინდა რომ გააგრძელონ, მინდა რომ არავინ არ დანებდეს იქ. ანუ მე მქონდა ისეთი მომენტი, რომ ფიქრობდი, ანუ მაქსიმუმ სად უნდა ვითამაშო, ისეთი სიტუაცია არის იქ, ფერეიდანში. არც უმაღლესი ლიგის გუნდი არის, არც კაი სიტუაცია, მაგრამ მინდა რომ არ დანებდეს იქაური ხალხი და რა თქმა უნდა, თუ ვინმეს საშუალება აქვს და იმ დონეზე არის, მინდა რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებისთვის, ჩვენ სამშობლოსთვის უნდა ითამაშოს. დღეს ალი ასლანი არის პირველი პერეიდნელი ქართველი, რომელიც ითამაშა საქართველოს ნაკრებში. მადლობას გადავიხდი ქართველ ხალხს გვერდში დგომისთვის. ძალიან მიყვარს ქართველები, ძალიან მიყვარს საქართველო.